დილამშვიდობისა, ამ ვიდეოს ალბათ საღამოს უყურებთ, მაგრამ ახლა 8 საათია და ეს დღევანდელი ლინაკო არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მოტივირებული შეიძლება ვიყო საყვარელი საქმის კეთების დროს. მე ყველაზე ზარმაცი ადამიანი დღეს 7 საათზე ავდექი. რომ ყველაფერი მოვასწრო. წარმოგიდგენთ, პირველად მაგ იმდენი საქმე რომ 7 საათზე ავდექი, რომ ყველაფერი მოვასწრო. მაგრამ მოსასწრებს მაინც მოვასწრებდი, რომ არა ჩემი დღევანდელი ვლოგის სტუმარი, რომლის კატეგორიული მოთხოვნაც იყო, რომ დღეს ჩემს სახლში ძალიან ადრე ჩავსულიყავით. და იმისთვის რომ მაგ დროს საერთოდ მანდ ჩავიდე, ძალიან ადრე ადგომ არის საჭირო. იმიტომ რომ ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა გუშინ კარგად დამსვა, ჩამომაწერინა რაები გვჭირდებოდა და მითხრა, ხო, აი მაგებს იყიდი ხვალ დილით. ამიტომ ახლა ვიდეო არის მოდულში და მე გავუარო ფოქსი ელენიკოს. ცარალმაზია უბრალოდ შეხედეთ. აი ულამაზესია. ეს რამდენი საქმე გვაქვს ლინა? კაკაო წამოგიღე? მოზიდა? ეს არის სერვისი My Home Cleaning. პირველ ნაბიჯები თოვლზე. თოვლის ბაბუასავით მოხვედი რა. ნახეთ, ავატარის ფეხი აქ რა ხელა ფეხია. ეს თავისი წესებით მოვიდა. ფაქტო კარგად. ელენი აქ თავისი წესებით მოვიდა, პირდაპირ აბაზანაში შევარდა და არ ვიცი რატო აქ ამბიცია რომ აბაზანას მიხედავს, მაგრამ ახლა უნდა ვიპოვო სად არის წყლის მილი და ვიპოვე იქ არის. პირველად შევალ ეხა სარდაფში. ეხლა არ ჩამოიშალოს მაინც ამას. გონი ეს არის არა? ვაუ, რაღაც ბუმ იყო. წყალი წამოვიდა. აბა. ეხლა ვერ აჩერებ ხო? კარგი, ახლა სად მიგაქ იქ წყალი? დიდი, ოპა. ოპა. აუ, შვაჯი მიგა მომიტანე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ვარდისფერი ჩუქჩოებით. მე და ზამთარს გვაქვს ესეთი ურთიერთობა. მე ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით იმასაც უყვარ ვარ. ეხლა გაჩვენებთ რა კარგია, რომ გარეთ თოვლია. როგორ მეხმარება თოვლის სახლის დალაგებაში. შეიძლება ამაც დედაჩემმა თავში ხელი შემოიტყას. მაგრამ არ დამილაგებია რა ის სახლი სადაც ახლა ვცხოვრობ, აი ესე გევრიელად არასდროს და არ ვიცი ტექნიკები. ახლა იმისთვის რომ ესე წყალი არა ვიღო და არ დაუღვარო, თოვლი მიმოვფანტე და უფრო მარტივად და კარგად გამოვწმენთ ამით. იმიტომ რომ სველი იქნება ეს ჩოთქიც, იატაკიც და მოკეთ თოვლი მაგარია რა. თუ აქამდე იყენებდით ბოდიში, მაგრამ მგონია რომ მე მოვიგონე. პირველად ვაკეთებ ამას, მართლა არც ვიცი როგორ კეთდება. ეს კაფე არის იზოლაციისთვის. სულ მეშინია რომ ეს გასკდება რა. ამ კედელზე შემოფოსოთ როგორი იატაკია. ნუ მე კიდე გამოვიდა. ამ კედელზე უნდა დავამაგროთ ასეთი აგურები. ეხლა თქვი რომ დროებით აკეთებ რა? კი, ანუ იციან, ამას ვაკეთებ დროებით 21-ისთვის, ხო იცით, ანუ 2 წუთით ვაკეთებ ყველაფერს 21-მდე და 21-ის მერე 21-ის მერე დამიკავშირდით. ეხლა დავტესტოთ, ხო ეს უნდა მეჭიროს ალბათ. მე მგონი ამას დავასხა, ხო? ნახ, თუ არ დაიჭირა, ჩათვალე, რომ აი ეს სიტყვილად ვიყიდე. ვა, რა მაგარია. ამას ესე ვიდა. ამით აწებებენ გარეთ აიზოლაციას. არ მაგას მოვაჭრი იქ არის. გთხო მიეწევე რა. ეს უსწორმასწორკე. ეს დავიჭირო ესა? ჩემი ასეთ მეტი უნდა ჩავასხა რა. ეხა ერთ საათს დავტესტო აქ. აქ ჩაასხე
რომ აქ ჩავუსხირო. მეორე გამოვიყენე ეს და ამან უფრო დაიჭირა, ვიცი რომ ეს მაგისთვის საერთოდ არ არის. და მითხრეს კიდეც რომ არ დაიჭერს, მაგრამ ფაქტია დაიჭირა რა. რამე დაუდე აბა. სკამიან რაღაც. ძალიან მაგარი არის რა. წინას ჯობია და მთლიან კედელს ვიზავდი ეს. აი ესე გამოიყურება და მე ამ ყველაფერს ახლა მოვაწყდიალებ. აქ წყალიც კი არ მოდიოდა და ახლა მოდის. შვანგი მინდა მაგრად. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თვალით შეიძლება ვერ შეამჩნიო რამდენი რაღაცა გაკეთდა იმ ოთახში, იმიტომ რომ იმდენი აბლაბუდა და ასე შემდეგ. ამდენი აბლაბუდა და ამდენი მტვერი და ამდენი ჩამოსარეცხი ჩამოსახიხი არ ჩანდა ესე კადრში. შეიძლება შენც ვერ შეამჩნიე, მაგრამ ჩვენ აქ ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ. და ახლა შენ შეხვალ შენს ტუალეტში, რომელიც არის გაპეპინებული და მე და არა დასრული ფეხსაცმელები ვერ შეიშვ. ვიცით რომ ძალიან სულად გამოიყურება, მაგრამ მაშინ იატაკზე ვქნათ. შტარტელი გამოგატანი. ვა! კაია. იდეალურია. ძალიან მაგარია. ესეც მაგარია. არა ვიზუალი გიქი. აკეთ. იცი რა ფაფუკია და მე მომწონს. დიდი ხნის წინ გამოსვი და რომ გაშრა იმასაც. ბოლოსკენ რო არის, ხო? მაგარია რა. ეს არის სუფთა 5 წუთისთვის. აი მოიხედა. რა კაცყლიალებული. მეთო ჩემო. კაი შედი. არ არსებულია თანაც რა სუბნელი არის. ამჯერად სარკეში შეგილია ჩაიხე. საოცარია. ჟილეტი იყო აქ. გინდოდა გადავაგდე. ძალიან მაგარია ხო? ბოდიში. ამან ხო დაამთავრა და მე ხო იატაკს წმენდა ახლა და პირველად მაქვს ეს მომენტი აი დედებს რო აქვს რომ დედი ხესში. სამედნიერი ვარ რა. ეს უხდება ნაძვის ხეს რა. ახლა უბრალოდ რა მაგარია რა. იცი მაგარი გრძნობა რეკლამას რო ვიღებთ. აი წაღან cool ხო არ მათქმევინე და უცებ YouTube-ის გადაღებას რო ვაგრძელეთ, აი შეხედე მათ რა ლამაზია რა. ძალიან ლამაზია რა. და ესენიც ამოვიღე. მაგრამ არ დავკიდეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ზედმეტად ფერადი გამოდის, მაგრამ ახლა თქვენ თუ გონიათ რომ ამით ყველაფერი დასრულდა, არა. ფოქსი ელენიკო უიშვიათესი ჯიშის. ანუ ფოქსი რადგან რა მელია ჯიში. თუ გონიათ რომ ხარ ეხა ოფენსივ არ იყო. თქვენ თუ გონიათ რომ ამით ყველაფერი დასრულებულია, არა ცდებით მეგობრებო ფოქსი ელენიკოს სხვა ჩვენს გმირებს არ გავს, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი გამოცდილება ასეთ საქმეებში. ამიტომ ახლა გადავდივართ მეოთხე ტასკზე მისთვის. ერთი იყო აბაზანა, მეორე იყო კედელი, მესამე იყო ნაძვისხე და ახლა უნდა შევღებოთ პადონები თეთრად, რომ მაგიდა გავუკეთოთ, იმიტომ რომ რო ვეპატიჟებით სტუმრებს, სად ვეპატიჟებით? მიხვდებოდით ალბათ, რომ идеალურ მაგიდას, идеალურ ოთახს ჯერ არ ვაკეთებთ. ჩემი დაბადების დღისთვის უნდა მოესწროს, მაგრამ პადონების შეღების პრაქტიკა მაქვს. ლაითად შევღებავთ ზევიდან უბრალოდ თეთრი იყოს და ეს რაღაც ბინძური ყავისფერი არა. ამისგან გავუკეთებთ მაგიდას და აი მე იანვრიდან პროფესიონალური განკითხვა შეგიძლიათ დაიწყოთ. ძალიან ცოტად რო გვაქვს რეალურად რა. 3 დღეში უნდა რომ ერთი ოთახი ისე შეალამაზოს, რომ სტუმრები მიიღოს. ანუ ეს იცით რა, ანუ სტუმრები იქნებიან იგივე ადამიანები, ვინც აქამდე იყვნენ ამ ეპიზოდებში, ანუ სტუმრები უკვე ანუ პრეტენზია არ ექნება, მაგრამ ისეთ სახში მივიღე, რომ ამაზეც არ ექნება პრობლემა. ბოლო პალეტიც წამოვაყენეთ. 1 2 3. ახლა 6-ვე გაშრება და რა მაგარი დახრა. ახლა 6-ვე გაშრება და ჩემი აზრით ფოქსი ელენიკოს ტასკები დამთავრდა. მე
ჩემი აზრით ამ სერიების MVP უნდა გავხდე რა. დღეს რაღაცა ბევრი რაღაცა მოგვიწია, მაგრამ არა, კაია რა. დაიღალენ ძალიან. არა, ეხა კიდე გავაკეთოთ ის განათებები, ბარე. არა. ეს ჩამოვხსნათ. კაი, ჩამოვხსნათ. ფოქსი ელენიკო უკვე მეხუთე დავალებას უმკლავდება, ვნახოთ რამდენ ტასკს მოასწრებს. მზის ჩასვლამდე და დაბადების დღემდე დარჩენილია 2 დღე. ლამაზია ამჯერა. ამის ვიდეო არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა, მაგრამ ადგილი მოუძებნეთ, ჩემი სახლის შესასვლელთან არის და ახლა გავაკეთებ საკეთს. Guys, you will never believe me, მაგრამ ეს მაქვს და ხელა შურპები გაქვია იმაზე რომ მივა, მაგრამ თუ აწევებ თუ რა შვებ. ვაწებებ ძალიან მაგარი წებოთი. და არა ეს უნდა დადო ხა შენ რთულია. You don't mess with me. აი ამას არ გადავე. ბაგა. ეხლა რა მაგარი რაღაც აღმოაჩინეთ რა. კარზე რაღაცას ვამაგრებდით და თურმე სახლის ნომერი არის 21. რაც აი დედას გეფიცებით არ მინახავს და ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. გარედან ანუ ეს გარედან ამ ქუჩის ნომერი ამ ქუჩის ნომერი არის 12 და ეს არის 21. დაბადების როდის მაქვს? 21-12. აუ რა მაგარია მტკივა უკვე ისე მეღიმება ხონ მართლა. 4-იანი არ იყოს მეწყირება, არა 1-იანია. ვაიმე ძალიან მაგარია 21 არის და 21-ში ჩემი მეგობრები აქ მოვლენ. ხო მაგარია. აბა შენ თქვი. აღარ ლინა სახე უნდა გენახათ. აქ რა წერია? აღარ სახე გქონდა აქ რა წერია? აუ ძალიან მაგარია. რა კატირეს გოგურაკატი. ძალიან მაგარია რა. რაღაცა არსებობს, ოღონდ მართლაც. კარგით ნახავთ, ძალიან მეწყინა. დახურე. ასეთი ამოვი გადაგხვდა რა. შუა მუშაობის დროს ეზოში რომ რაღაცებს ვაკეთებდით და ვტიროდით რომ ჩემი სახლი 21 ნომერია. შევსვიდა და ოთახში შევედი და გაცბობა გათიშვილია რა. თურმე შუქი წავიდა, ნაძვისხე ჩამქრალია. ჩემი მეგობარი კესო უკვე ქალაქში შემოვიდა. ანუ ნაძვისხის ანახავად მოდიოდა და შუქი წავიდა. ავტომატურად გავიყინეთ, ვერაფერი ვერ გავაგრძელეთ, მობილურები დაგვიჭდა, მოვიდა კესო. ნახა ფლეშით მინათებული ნაძვისხე. წერიგან ვაკეთებდი ზუსტად. ხადაო. 12 ნომერში არის 21. ხო, კულარი. ძალიან. ხადა შენ თქვი. შენ კიდე იძახდი, არ ვიცი თუ გამოვა, იმენა შენი სახლია. აბა შუქი წავიდა. ნახე. ეს იმისთვის რომ ამ ნაძვისხის მოტანა აქ გაგახსენოს. ნაძვისხის არ შლის კესო აქ. ნაძვისხე სულ იქნება. ხო და მithume. საფხულშიც. ანუ ის დღე რომ გაგახსენოს ნაძვისხე რომ. Oh yeah. ნახე მინეს მოიდა ფერასაშა. აგო აკეთე. გათი შეკავე. მე მგონი ჩემი ნაძვიც ესეთია, იცი? ჩემი ჯობია. გოგო სუზემოთ. სუზემოთ ვერაუძრები ახლა ის ვარ. იყოს ესეთი ჩან. ელენეს სხვა მას გაიგე. სუზემოთ და შესვა. სად დაკიდა შეკეთ, სად დაკიდა შეკეთ. და რო ფიქრობდით ხვალ ვინ იქნება ჩვენი გეიმერი, კესო თავისი ჩამოვიდა, ამაყა მაგ დარჩება და ხვალინელ ეპიზოდში ნახავთ კესოს მუშაობას. ეს ახლა გავიგე. აი არია რა. აღარ არის თბილი. რატომ არ დავდოთ? ფოქსი ელენიკომ რეკორდი კი მოხსნა, მაგრამ მეტი ანუ ამ ბორში შეუძლია მეტი ხვდებით. აი, ამ ხელა პოტენციალი რომ აქვს. არა. მეტი შემიძლია კი არა, ჩვენ მთელი დღე იმისთვის შრომობდით, რომ მე საღამოს მომსხდარიყავით ნაძვისხესთან, გათბობას ჩართული გქონოდა და კაკაო დაგველი და ჰარი პოტერი აქვე გვენახა, იმიტომ რომ ჩვენ საღამოს გეგმები ყველაფერი გადავდეთ, რომ აქ თბილად მომსხდარიყავით, მაგრამ ნახე რაღაცა მოხდარა და ხვალ ლინა გააკეთებს შუქს, რომ 21-ში ჩვენ აქ გემრიელად მოვსხდეთ. ხო და წარმოგიდგენთ, ანუ ზეგ ჩემი დაბადების დღეა, დღეს შუქი მიდის, ბევრ რაღაცას ვერ ვასწრებთ, ანუ კიდე ტრილიონი რაღაც არის გასაკეთებელი, დღეს რადგან გათბობა გქონდა, ულიმიტოდ გავაკეთებთ ბევრ რაღაცას, ბავშვი ჯანზია, მაგრამ ამას ტრაგედია და არ აღვიქოთ.
და უბრალოდ მეთქი, ანუ შეიძლება გავცეულიყავით რა, მოკლედ და ჩემი აზრით მაგითო წავიდა შუქი, რომ აი წადით სახში რა, მე კესო მოვიდა, კესოც გაიყინა, ყველა წავიდით სახში, მოკლედ ხვალ დაგიბრუნებით მე, ხვალ ყველას რეკორდს მოხსნი საერთოდ, solo trip იქნება ამ სახში და ნახოთ რამდენი რაღაცას ვიზავთ, ეგ ჩემი დაბადების დღეა. და დაგვიკომენტარეთ, რომელი იყო თქვენი საყვარელი დამხმარე გმირი, რატომ ფოქსი ელენიკო? ხუმრობა მართლა. გამოვავლინოთ. ბაჭკორიამ ნაკლები გააკეთა. ან ეს ხუმრობა იყო. გამოვავლინოთ MVP ადამიანი, რომელიც ახალ წლებზე გადმოვა აქ რამდენიმე დღით საცხოვრებლად და დაგვეხმარება შინაურული საქმეების გაკეთებაში. ეგ არის გაბარჯებული სვალი? კიდე? კი, დაგვიკომენტარეთ და დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდებით ამ სახლიდან ისევ მე ხვალ. დავიწერეთ რა, რას გამოსწორებდით ისე ამ ეპიზოდებში. მართლა ძალიან მომწონს, მე ძალიან ვერთობი ამის ატვირთვით, მონტაჟით, უკვე მე რამდენი ეპიზოდი დაიდო და თქვენი აზრით გამაგებინეთ, სად რას იზავდით. აბა ჰე. კარგად. აუ მეზარება ხვალ მარტო მოს. მინდა გითხრათ, რომ დღეს მე-5 დავალებად შევასრულეთ, უკვე მე-6. იმიტომ რომ მოვიდა ადამიანი, რომელმაც გითხრა რა უნდა ვიყიდოთ ხალისთვის, რომ ხვალ უკვე შუქი გქონდეს. ეს შეიძლება და ყოფილიყო დაბადების დღეზე, რაც ძალიან არ გვაქვს. კი, ამიტომ კაი რომ დღეს გაფუძნა არა ზეგ. ალბათ ნაძვის ხემ ცოტა დატვირთა. ჩვენი მრიცხელი ცოტათი დაიტვირთა, იქ გათბობა იყო ჩართული, იქით უზარმაზარი ნაძვის ხე და ბევრი განათება და კარგია რომ ეს დაბადების დღეზე არ მოხდა და დღეს მოხდა, იმიტომ რომ ხვალ გამოვასწორეთ და დაბადების დღეზე შევხვდებით აგიზგიზებულ ნაძვის ხესთან. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდა.